შობამან შენმან ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. რამე თუ შენგან აღმოგვიბწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი. დახსნა წყევა და მოგმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო. ამინ. დღეს ახალი სტილით 21 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას და მოიხსენიებს წმინდა აღმსარებელს იოანე მაისურაძეს და იოანე გიორგი მხეიძეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით სერაფიმთა. უფალმა ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრიობი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი გამოარჩია. დღევანდელ დღეს ყოველთვის დიდი ზეიმით აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია, რადგანაც ესაა ჩვენი სულიერი გადარჩენის დღესასწაული. ყოვლად მოწყალე უფალმა ინება ჩვენი ცოდვებისგან გამოხსნა და მოგვივლინა ყოვლადწმინდა ქალწული, რომელისგანაც იშვა ძე ღვთისა, მხსნელი სოფლისა. დღეს ტაძრებში ადიდებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვითარცა მაყვალს შეუწვალს, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა. დღეს არის ხსენება აგრეთვე წმინდა აღმსარებლებისა იოანესი და გიორგი იოანესი. არქიმანდრიტი იოანე მაისურაძე ცხინვალში, არქიმანდრიტი გიორგი მხეიძე კი ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა. სიღმაწვილიდანვე ბერმონაზნური ცხოვრებისაკენ ისწრაფოდნენ. წმინდა იოანე მათონის მთას მიაშურა. გიორგი კი ხირსის მონასტერში მსახურობდა, სადაც 1924 წელს შეიარაღებელმა ჩეკისტებმა საშინლად გვემეს, თმაწვერი შეგრიჯეს და მოგვლითაც დაემუქრნენ მას. იმავე წელს ხირსი მოსაგრე ბეთანიის მონასტერში მივიდა, სადაც 17 წელი ათონზე მოღვაწე წმინდა არქიმანდრიტი იოანე დახვდა. იმ დღიდან ეს ორი მოსაგრე მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდა. საოცარი იყო მათი ღვაწლი, კაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ბერები. ეხმარებოდნენ უამრავ გლახაკს, აპურებდნენ მონასტერში რჩება დარიგებისთვის მისულ მრევლს. მამა გიორგის სუსტი ჯანმრთელობის გამო ძირითადად ფუტკრის მოვლითა და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. იგი წინასწარმეტყველებისა და ყურნების ნიჭითაც დააჯილდოვა უფალმა, მაგრამ არ სურდა ამის გამო ადამიანების ყურადღება მიეყრა. ამიტომაც ცდილობდა დაემალა ღვთისაგან ნაბოძები ნიჭები. მამა იოანეს აღასრულებდა სასწაულებს. იგი მკაცრად მარხულობდა, მთელი დღე შრომობდა და მხოლოდ ფიცარზე ეძინა. ღამესაც ლოცვაში ატარებდა. მაგრამ საკვირველი იყო, რომ მხნეობა არასდროს დაუკარგავს და ყოველთვის დიდი გულმოდგინებით აღასრულებდა ყველა საქმეს. არქიმანდრიტი იოანე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს აღესრულა. იმავე წელს მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. სიცოცხლის მიმწუხრზე მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და პირველმოწამე თეკლა გამოეცხადა, რომელმაც ნეტარს ყურძნის მტევანი მიართვა ცხვნად. უფლის ანგელოზმა აუწყა წმინდა გიორგი იოანეს მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი რომ იყო მოახლოვებული. წმინდა მამა, წმინდა არქიმანდრიტი 1960 წელს გარდაიცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.